პარადოქსული ძილის ტიპიურ მახასიათებლებს შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეგრეთ წოდებული PGO სპაიკები. პონტოგენიკულო-ოქციპიტალური სპაიკები და ეს არის თითისტარისებრი აქტივობის კლასტერები, რომლებიც აღმოცენდება ღრმა ნელტალღოვანი ძილის განვითარების ფონზე, მანამ სანამ ჩაირთვება პარადოქსული ძილი. ანუ სანამ ნელტალღოვანი ძილის გადასვლა მოხდება პარადოქსულ ძილის ფაზაში. ეს ამ აქტივობის ასე ვთქვათ სახელწოდება მოდის იმ უბნებიდან, სადაც პრაქტიკულად ხდება ამ ტიპის აქტივობის აღრიცხვა. ესენი დასაბამს იღებენ თავის ტვინის ხიდიდან, შემდეგ ძალიან კარგად არის ეს აქტივობა გამოხატული დამუხლულ სხეულში, ლატერალურ დამუხლულ სხეულში და ოქციპიტალურ ქერქში. ამიტომაც უწოდებენ ამ ტიპის აქტივობას, ეწოდება პონტოგენიკულო-ოქციპიტალური სპაიკები. აქ ამ სლაიდზე წარმოდგენილი არის სურათი, როდესაც PGO სპაიკები აღმოცენდება და ხდება პარადოქსული ძილის მოკლე ეპიზოდის განვითარება, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ხდება შეღვიძება და PGO სპაიკები მაშინათვე წყდება. და ეხლა ერთგვარი რეზიუმეს სახით მინდა გითხრათ, რომ როგორც გითხარით, ნელტალღოვანი ძილის სტადიები არის განსხვავებული თავიანთი EEG მახასიათებლებით, მაგრამ მათი ფიზიოლოგია ძალიან მსგავსია. ამავე დროს პარადოქსული ძილის ფიზიოლოგია საკმაოდ განსხვავებულია ნელტალღოვანი ძილისაგან და ეს უდევს, სწორედ ეს ფაქტი უდევს საფუძვლად ამ შემოღებულ კლასიფიკაციას, იმას რომ ძუძუმწოვრების ძილში, მათ შორის ადამიანების ძილში გამოიკვეთება ორი ძირითადი სახეობა, ნელტალღოვანი და პარადოქსული ძილი. და აქვე წარმოდგენილი არის კიდევ ერთხელ თქვენთვის ღვიძილის, პარადოქსული ძილის და ნელი ძილისათვის დამახასიათებელი EEG, EMG და EOG პატერნი და თქვენ აქაც ხედავთ, რომ ღვიძილსა და ნელტალღოვან ძილს შორის დიდი განსხვავება არის სამივე კომპონენტის მიხედვით, ხოლო ღვიძილსა და პარადოქსულ ძილს შორის განსხვავებული კომპონენტი არის, მკვეთრად განსხვავებული კომპონენტი არის მხოლოდ ელექტრომიოგრამა. ძილის სხვადასხვა სახეობის მონაცვლეობას, როგორც წესი, ციკლური ხასიათი აქვს და მე ამის მაგალითებს ახლა თქვენ გაჩვენებთ როგორც ცხოველებზე, ისე ადამიანებზე. ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ თუ როგორ ხდება ძილღუძილის ციკლის ფაზათა მონაცვლეობა. აქ პირველ ნაწილში მოცემული არის ღვიძილის ელექტროენცეფალოგრამა და ელექტრომიოგრამა, შემდეგ მოდის ნელი ძილი, პარადოქსული ძილი და ისევ შეღვიძების მომენტთან გვაქვს საქმე. ადამიანის შემთხვევაში ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ ადამიანის ნორმალური ჯამრთელი ღამის ძილის პატერნს, ესე იგი ძილი იწყება ნელტალღოვანი ძილის პირველი სტადიით, მეორე, მესამე, მეოთხე სტადია, შემდეგ კი ჩაირთვება დაახლოებით ეს 80 წუთიანი მონაკვეთი არის საშუალოდ, რის შემდეგაც ჩაირთვება პარადოქსული ძილი, ამ სლაიდზე პარადოქსული ძილის მონაკვეთები აღნიშნული არის შავ ბლოკებად და პარადოქსული ძილი საშუალოდ 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. აი ასეთი 90 წუთიანი ციკლები ნორმალური ძილის პირობებში დაახლოებით 4-ჯერ ან 6-ჯერ არის წარმოდგენილი. ამ სურათზე თქვენ ხედავთ პრაქტიკულად 5 ციკლის სრული ციკლი არის წარმოდგენილი, რომელიც იწყება ნელტალღოვანი ძილის პირველი სტადიით და სრულდება პარადოქსული ძილით. ეხლა რაც შეეხება ძილის სახეობათა ასე ვთქვათ პროცენტულ წარმომადგენლობას ღამის განმავლობაში, ეს განსხვავებულია ღამის პირველ ნახევარსა და მეორე ნახევარს შორის. ამ სურათზე თქვენ ხედავთ, რომ
პირველი დაახლოებით 2 ციკლი წარმოდგენილი არის უფრო მეტად დელტა ძილით. ანუ მესამე და მეოთხე სტადია საკმაოდ ჭარბად არის წარმოდგენილი. ხოლო ღამის მეორე ნახევარში დელტა ძილი, განსაკუთრებით მეოთხე სტადიას ეხება, პრაქტიკულად თქვენ აქ ვერ ხედავთ მეოთხე სტადიას, მაგრამ არის წარმოდგენილი მესამე სტადია, სამაგიეროდ ხდება პარადოქსული ძილის პროცენტულობის მნიშვნელოვანი ზრდა. დილისაკენ იზრდება პარადოქსული ძილის მოცულობა და ამას თავისი ალბათ დადებითი რა თქმა უნდა, მაგრამ უარყოფითი მხარეებიც აქვს და მე ამაზე გესაუბრებით, როდესაც ჩვენ ძილის შესწავლის კლინიკურ ასპექტებზე გადავალთ. და კიდევ ერთი ცნება, რომელიც მე მინდა დღევანდელ ლექციაში განვიხილო თქვენთან ერთად, ეს არის ასეთი ტერმინი ძილის სიღრმე. სპეციალისტები იყენებენ ამ ტერმინს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის საკმაოდ შედარებითი მცნება და რატომ? არის სიტუაციები, როდესაც შეიძლება რაღაც ფაქტებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ ძილის გარკვეული სახეობა, ვთქვათ, ნელტალღოვანი ძილი არის უფრო ნაკლებად ღრმა სტადია, მაგრამ ამავე დროს არის ფაქტები, რომელ ფაქტებზეც დაყრდნობით ჩვენ ვამბობთ, რომ პირიქით პარადოქსული ძილი არის, ასე ვთქვათ, ზერელე სტადია ძილის და ნელი ძილი კი უფრო ღრმა. მე ახლა ჩამოგითვლით იმ კომპონენტებს, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ასეთი მსჯელობა. ვთქვათ, ნელი ძილიდან გამოღვიძების შემთხვევაში ინდივიდის მიერ წინამორბედი ძილის სიღრმის აღქმა არ ხდება. ანუ სუბიექტური გრძნობა აქვს პიროვნებას, რომ მას არ ეძინა ღრმად. ეს არის მაშინ, როდესაც თუ თქვენ აღვიძებთ ადამიანს პარადოქსული ძილიდან, ის ძილის წინამორბედი ძილის სიღრმეს ნამდვილად არ უჩივის. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ კუნთის ტონუსი და სპინალური რეფლექსები ნელტალღოვანი ძილის მიმდინარეობისას შენარჩუნებულია გარკვეულ დონეზე, მაშინ როცა პარადოქსული ძილის მსვლელობისას, როგორც ჩვენ უკვე საკმაოდ ხაზგასმით აღვნიშნეთ, ვითარდება პრაქტიკულად ატონია. თერმური რეგულაცია. თერმური რეგულაცია ნელტალღოვანი ძილის დროს შენარჩუნებულია, ხოლო პარადოქსული ძილის დროს კი არა. და ესეც ითვლება, რომ ერთ-ერთი ფაქტი არის, რაც გამოიყენება, ასე ვთქვათ, სიღრმეზე მსჯელობისას პარადოქსული ძილის სასარგებლოდ. თავის ტვინის ზოგიერთი სტრუქტურების აქტივობაზეა, ესეც რა თქმა უნდა შედარებითია, შეიძლება ერთი სტრუქტურა აქტიური იყოს, უფრო აქტიური იყოს ნელტალღოვანი ძილის დროს, ხოლო მეორე სტრუქტურა კი პირიქით უფრო აქტიური იყოს პარადოქსული ძილის დროს, ხოლო ეს შემთხვევები, როდის შეიძლება რა ფაქტების მიხედვით, ანუ რა არგუმენტების მოყვანით შეიძლება იმაზე საუბარი, რომ არა, პარადოქსული ძილია სწორედ ნაკლებ ღრმა სტადია და არა ნელტალღოვანი ძილი. როგორც გითხარით, ეს არის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებზე საუბარი და ჩვენ ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ, როდესაც მე ვისაუბრებ ძილღვიძილის ციკლის ბაზისურ მექანიზმებზე, უკვე მე მოგიყვებით სტრუქტურების ნეირონული აქტივობის, ასე ვთქვათ, ინტენსივობაზე და ამ წუთას არ შევჩერდები ამ ფაქტების მოყოლას, ხოლო თავის ტვინის ტემპერატურის მომატება. როგორც გითხარით, თერმორეგულაცია ნელტალღოვანი ძილის დროს შენარჩუნებულია, ხოლო პარადოქსული ძილის დროს არა. შესაბამისად, თუ ნელტალღოვანი ძილის დროს ტემპერატურა დაბალ, ვთქვათ, შედარებით დაბალ დონეზე არის შენარჩუნებული, პარადოქსული ძილის დროს ლაბორატორიული ცხოველების უმეტესობაში, რაც არის ყოველ შემთხვევაში გამოკვლეული, ადგილი აქვს ტემპერატურის მომატებას. ტვინში სისხლის ნაკადის სიჩქარის მომატება, რაც პარადოქსული ძილის დროს შეინიშნება, ხოლო ნელტალღოვანი ძილის დროს ამ ფაქტთან ჩვენ საქმე არ გვაქვს.
გულის ცემა, სუნთქვის სიხშირე და სისხლის წნევა. ეს მახასიათებლები საკმაოდ ასე ვთქვათ ცვალებადი არის პარადოქსული ძილის მიმდინარეობისას და მე აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ პარადოქსული ძილი ეს არის ძილის ის სტადია რომელიც ემოციური შეფერილობით ხასიათდება და თქვენ ალბათ შეძლებთ რომ პარალელი გაავლოთ ვთქვათ ამ ყველა ამ კომპონენტის ცვლილებასა და ემოციურ დატვირთვას შორის. პარადოქსული ძილის EEG პატერნი, რაზეც მე საკმაოდ ესე ხაზგასმით გითხარით, მივაქციეთ თქვენი ყურადღება, რომ პარადოქსული ძილის EEG პატერნი ძალიან მსგავსია. ხშირ შემთხვევაში იდენტურია, შეიძლება ითქვას და გარჩევა არის ძალიან რთული და ესეც ვთქვათ იმის სასარგებლოდ მეტყველებს თითქოს რომ ვთქვათ პარადოქსული ძილი არის უფრო ზერელე ნელტალღოვან ძილთან შედარებით. კუნთის კრთომების რაოდენობა იზრდება პარადოქსული ძილის დროს, როგორც მე სლაიდზე გაჩვენეთ, ხოლო ამას ადგილი არ აქვს ნელტალღოვანი ძილის მიმდინარეობისას და სიზმრის გაადვილებული აღქმა, თუ თქვენ აღვიძებთ ადამიანს პარადოქსული ძილიდან, ძალიან ადვილად შეუძლია პიროვნებას სიზმრის შინაარსის აღდგენა. ანუ იოლად გიყვებათ სიზმრის შინაარსს. მაშინ როცა ნელტალღოვანი ძილიდან გამოღვიძების შემთხვევაში ადამიანს უჭირს სიზმრის შინაარსის გახსენება და ესეც ვთქვათ ითვლება იმის მაჩვენებლად, რომ იცით რა, ნელტალღოვანი ძილი არის უფრო ღრმა და არა პარადოქსული ძილი. თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის შედარებითი მცნება. აქ კი ამ სლაიდზე მე უბრალოდ ვაჯამებ თუ რატომ ხდება ძილის ფაზათა იდენტიფიკაცია ელექტროენცეფალოგრამის, ელექტრომიოგრამის და ელექტროოკულოგრამაზე დაყრდნობით და არა სხვა იმ მრავალფეროვანი კომპონენტების მიხედვით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ახლა. აქ სამ ძირითად მიზეზს ასახელებენ, ეს არის ისტორიული პრეცედენტი, ანუ ეს იყო ისტორიულად პირველი მეთოდი ძილღუძილის ციკლის იდენტიფიკაციაზე პირველი მიდგომა, რომელიც არის საკმაოდ მარტივი, ის არ საჭიროებს რაღაც განსაკუთრებულ დანადგარებს იმისათვის, რომ მოხდეს ამ პარამეტრებზე დაყრდნობით ძილღუძილის ციკლის ფაზების იდენტიფიკაცია. თუ აი ვთქვათ თუ შევადარებთ ჩვენ დასაწყისში მე გაჩვენეთ სლაიდზე თუ როგორ ხდება EEG, EOG და EMG-ს რეგისტრირება ადამიანების შემთხვევაში, რომ ეს ხორციელდება ზედაპირული ელექტროდების გამოყენების გზით და ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ვთქვათ სიღრმივი ჩანერგილი ელექტროდების გამოყენება, როგორც ვთქვათ ნეირონული აქტივობის რეგისტრაციის დროს არის საჭირო და ფაზათა იდენტიფიკაციის სიზუსტე. ამასაც მე ლექციის მსვლელობისას ბევრჯერ გავუსვი ხაზი, რომ თუ იწერება ფიზიოლოგიური კორელატები როგორც ელექტროენცეფალოგრამა, ელექტროოკულოგრამა, ისევე ელექტრომიოგრამა, ამ შემთხვევაში საკმაოდ ადვილია ძილღუძილის ციკლის ფაზათა იდენტიფიკაცია და მათი მონაცვლეობის პატერნის დადგენა. თუმცა არის ასევე გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ამ ფიზიოლოგიური კორელატების სრული სურათის ქონის შემთხვევაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს ძილღუძილის ციკლის ფაზათა გარჩევა. და ასეთი გამონაკლისი შემთხვევები ძირითადად შეინიშნება ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლის დროს და აი ვთქვათ თუ ღვიძილიდან ნელი ძილის დადგომის პერიოდთან გვაქვს საქმე, არის შემთხვევები, როდესაც ქცევითი მახასიათებლების მიხედვით ჯერ კიდევ ღვიძილთან გვაქვს საქმე, ანუ ღვიძილის დერივატები შენარჩუნებულია, მაგრამ ამ დროს უკვე ცნობიერება უკვე გამორთულია და ქცევითი ღვიძილის ფონზე ხდება ძილის მახასიათებლების
შემოჭრა. ნუ ამას უწოდებენ ამ ფენომენს ძილღუძილის ციკლის ფაზათა დისოციაციის ფენომენთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და დისოციაციის ტიპიურ მაგალითებს წარმოადგენს ძილში ლაპარაკი, სომნამბულიზმი, ანუ ძილის დროს ვთქვათ თუ არეულებს რომ ვეძახით ყოფით ცხოვრებაში ძილში სიარულის ფაქტი, კატაპლექსია, ეს არის მოვლენა ფენომენი, რომელიც ვითარდება ღვიძლის დროს პარადოქსული ძილისათვის დამახასიათებელი კუნთური ატონიის დგება კუნთური ატონია და ადამიანი რომელიც იმყოფება ქცევითი ღვიძლის მდგომარეობაში შეიძლება უცებ დავარდეს და ასე ვთქვათ გადავიდეს სრული ატონიის მდგომარეობაში, რაც ბუნებრივია ძალიან სახიფათოა და სამწუხაროდ არის ერთ-ერთი ძილის დარღვევა, რომელიც ნარკოლეპსია, რომელიც ხასიათდება კატაპლექსიური ფენომენით. და ბოლო სლაიდზე თქვენ ხედავთ თუ თანამედროვე კვლევების თქვათ კლინიკურ პირობებში თუ როგორ ხდება, რამდენად ასე ვთქვათ, უფრო გართულებულია ძილღუძილის პოლისომნოგრაფიული რეგისტრაციის მიდგომა, ანუ ეს არ არის მხოლოდ ვთქვათ ზედაპირული EEG, EMG და EOG ელექტროდების გამოყენება. დღეისათვის, როგორც გითხარით, არის უფრო ნატიფი, უფრო ასე იგი მრავალმხრივი მიდგომა, რათა გათვალისწინებული იყოს არა მარტო ფიზიოლოგიური კორელატები, არამედ სხვა დანარჩენი მაჩვენებელი, რომელიც თან ახლავს ძილის თუ ღვიძლის სხვადასხვა ფაზას, რათა უფრო ზუსტად იყოს შესაძლებელი ადამიანის ძილღუძილის ციკლის სტრუქტურაზე საუბარი. და ნუ მთელ ამ პროცედურაზე მე უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, როდესაც ადამიანის ჯანმრთელი ძილის პატერნზე და ძილის სხვადასხვა სახის დარღვევებზე ვისაუბრებთ, ეს უკვე მოგვიანო ლექციებში განხორციელდება. მადლობთ ყურადღებისათვის.